დასავლური ტერიტორიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ყავს ნათია კობახიძემ ამ თანამდებობაზე გიორგი შონმაძე შეცვალა, რომელმაც პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე რამდენიმე დღის წინ დატოვა. ნათია კობახიძის განცხადებით გაგრძელდება ყველა ის პროექტი, რომელსაც სააგენტო ახორციელებდა, მისივე თქმით, კომუნიკაცია როგორც საზოგადოებასთან, ასევე დონორ ორგანიზაციებთან კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. დასავლური ტერიტორიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებებს არ აპირებს. განვითარების მთავარი ორიენტირები უნდა იყოს უფრო მართლობის ეფექტური განვითარება, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს უნივერსალური საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილების დანერგვას. ასევე უნდა მოხდეს აი მთავარი ორიენტირი კიდევ ეს უნდა იყოს თვითონ ცენტრალურ აპარატსა და საველე ადმინისტრაციებს შორის უფლებამოსილებების და ვალდებულებების რელევანტური გადანაწილება, რაციონალური გადანაწილება.